მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვისაუბრო ცნობიერების რიცხვებზე 4, 13, 22 და 31. ანუ ადამიანებზე და მათ ენერგიებზე, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის 4-ში, 13-ში, 22-ში ან 31 რიცხვებში. დავიწყოთ 4-იანი. 4-იანი ენერგიას ჰქვია იმპერატორი და ეს განასახიერებს ძლიერ მამაკაცურ ენერგიას. თუ 3-იან ენერგიას ერქვა იმპერატორი ქალი და იგი ქალური ენერგია იყო, აქ პირიქითაა 4-იანს ჰქვია იმპერატორი და ის მამაკაცური ენერგიაა. როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, 3 რიცხვში დაბადებულ მამაკაცებზე, კერძოდ ის, რომ საჭიროა 3 რიცხვში დაბადებული მამაკაცების ენერგიების 4-იან ენერგიაში გადაყვანა, აქაც 4 რიცხვში დაბადებული ქალების ენერგიები აუცილებელია გადავიყვანოთ 3-იან ენერგიაში. კარმულ ნუმეროლოგიაში ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ენერგიების ერთმანეთში გადაყვანა ხდება. და თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და საერთოდ თუ ვინმეს უფრო მეტი და ღრმა ინფორმაცია აინტერესებს, შეგიძლიათ მომართოთ პირად შეტყობინებაში და ჩაეწეროთ კონსულტაციაზე. ახლა კი დავიწყოთ 4-იანი ენერგიის განხილვა. აქაც ისე როგორც წინა ლექციაზე გამოვყოფ ქალებსა და მამაკაცებს და დავიწყებ მამაკაცებით საუბარს. ეს არის როგორც აღვნიშნე მამაკაცური ენერგია. ძალიან საიმედო პარტნიორები არიან, რომელსაც შეუძლიათ მყარად ფეხზე დგომა, არიან ოჯახის უფროსები, მზრუნველი მამა და მეუღლე, წარმატებულები არიან ბიზნესშიც, აქვთ ყველაფერი სტრუქტურირებული, დაგეგმილი, გაწერილი, ძალიან დისციპლინის მოყვარულები არიან ბიზნესშიც, ძალიან ყურადღებით ეკიდებიან ყველა დეტალს, დადებულ ხელშეკრულებაში არსებულ პუნქტებს ყოველთვის იცავენ და ასრულებენ. მინუსში ამჟღავნებენ ზედმეტ სიმკაცრეს, დისციპლინას, რითაც თრგუნავენ მის გვერდზე მყოფ ადამიანებს. არის მეორე უკიდურესობა, რომ ზედმეტად რბილები არიან, არ იღებენ პასუხისმგებლობას თავის თავზე და პირიქით უფრო მოდუნებულები არიან და სხვაზე აქვთ გადაბარებული და მინდობილი თავიანთი პასუხისმგებლობა. ცალკე გამოვყოფ 4 რიცხვში დაბადებულ ქალბატონებს. დადებით ენერგიებში. ქალებსაც ახასიათებთ იმპერატორის თვისებები. აქვთ ლოგიკური აზროვნება, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებს ასევე სწრაფად ახორციელებენ პრაქტიკაში. დადებითად და კეთილგანწყობილად არიან მომართულები მამაკაცების, ზოგადად მამაკაცების მიმართ და კომფორტულად გრძნობენ მამაკაცების გარემოცვაში თავს. არიან თვითკმარები და უზრუნველყოფენ თავიანთ თავს. შეუძლიათ მართონ თავისი თავი და არ გამოიჩინონ ზედმეტი ძალაუფლება და სიმკაცრე სხვების მიმართ. მინუს ენერგიებში კი, როგორც წესი, ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები, ზედმეტი მამაკაცურობა აქვთ, კატეგორიულები, ჯიუტები, ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება უყვართ და ვერ წარმოუდგენიათ სხვას გადააბარონ, საქმეების დელეგირება არ ეხერხებათ, ზედმეტად აკონტროლებენ სიტუაციებს, აქვთ მიდრეკილება, მიუღებლობა მამაკაცებისადმი ზოგადად. გამოხატული შეჯიბრებითობის სურვილი მამაკაცებთან. ხშირად ასეთი ქალები მამაკაცური გარეგნობითაც გამოირჩევიან, უფრო სპორტული სტილის ტანსაცმელი აცვიათ, არ მოწონთ ქალური ტანსაცმელი და ესეთი უფრო ვაჟკაცური ქმედებები აქვთ, ვიდრე ქალური. ირჩევენ მამაკაცურ პროფესიებს ან მუშაობენ ზედმეტად დატვირთულად, ანუ ზედმეტ დატვირთვებს იღებენ თავიანთ თავზე, შესვენების გარეშე. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე და დაციკლულები არიან მატერიალურზე და ფულზე. ეს დროთა განმავლობაში აისახება მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად. ამიტომაა საჭირო, რომ 4 რიცხვში დაბადებული ქალები და ეს მხოლოდ ქალებს ეხებათ 4 რიცხვში დაბადებულ ქალებს, რომ ეს ენერგია აუცილებლად 3-იან ენერგიაში გადაიყვანონ. შემდეგი ენერგია ეს არის მე-13 ენერგია და ამას ჰქვია ტრანსფორმაციის ენერგია და ჰქვია სიკვდილი, მაგრამ აქ პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილთან მას კავშირი არ აქვს. იგულისხმება არა ფიზიკური სიკვდილი, არამედ ტრანსფორმაცია, ანუ ერთი მდგომარეობიდან გადასვლა მეორეში. დადებით ენერგიებში.
არაპროგნოზირებადი მისტიური ენერგია, აქვთ უნიკალური თვისება სხვების ტრანსფორმაციისა, ანუ სადაც ეს ადამიანი მიდის, ანუ ვისთანაც მე-13 ენერგიის მქონე ადამიანი ურთიერთობს, ახდენს იმ ადამიანებისა და იმ გარემოცვის საერთოდ ენერგიების ტრანსფორმაციას. ადვილად პოულობს საჭირო სიტყვებს, რათა გამოიწვიოს სხვებში ეს ცვლილებები. და თვითონაც მუდმივი ცვლილებებს განიცდის ცხოვრებაში. ანუ ხშირია ის, რომ ერთი მთავრდება მის ცხოვრებაში და იწყება სხვა ახალი პროცესი. და ეს მეორდება სულ, ანუ მასთან ვერ მოიწყენ. ძალიან დიდი ინტერესით ეკიდება ახალ საქმეებს და უფრო მეტიც მას სულ ჭირდება ახალი საქმეები და საქმეების გაახლება. ამიტომ ერთი და იგივე ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან. მე-13 ენერგია შესანიშნავი კრიზის მენეჯერები არიან, ისევე როგორც სხვათა შორის მე-16 ენერგიაც. ადვილად უშვებს და ივიწყებს თავის ცხოვრებიდან იმ ისეთ შემთხვევებს, რომელმაც უკვე ამოწურა თავისი რესურსი. აფასებს საკუთარ თავის და ასევე სხვების თავისუფლებას. მინუსში არიან აგრესიულები, პირდაპირები, ასეთ ადამიანს შეუძლია პირდაპირ მოგახალოს ყველაფერი და გატკინოს გული და გაწყენინოს, ისე რომ საერთოდ ვერ მიხვდეს ამის შესახებ, აი რაღაც უფრო ესეთი ცივსისხლიანია. აქვს მიდრეკილება თვითნგრევისკენ და თვითგვემისკენ, თავის დადანაშაულება, ესეც მინუსია ძალიან. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სიცოცხლეს არ აფასებენ და უყვართ ექსტრიმი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ექსტრემალური ქმედებები. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უნდა მოერიდონ, ეს ექსტრიმი შეუძლიათ გამოიყენონ მაგალითად ბიზნესში. მათ არ აქვთ უფლება სხეულის თვითნებურად დაზიანების, აი ბანალური ტატუების გაკეთების უფლებაც კი არ აქვთ. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ მე-13 ენერგიის მქონე ადამიანებისთვის, გასათვალისწინებელია. შემდეგი ენერგია არის 22 ენერგია და მას ქვია მასხარა. საბაზისოდ, რა თქმა უნდა, ესეც 4-იანია, მაგრამ მას აქვს განმასხვავებელი თვისებებიც, ანუ ესენი არიან მუდმივი ბავშვები. ანუ ერთი შეხედვით მართლაც ბავშვებივით იქცევიან, მოსწონთ და აღაფრთოვანებთ ყველაფერი ახალი, კრეატიული, ძალიან შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანები არიან, ძალიან კარგად გამოხატული მსახიობური ნიჭები აქვთ. აქვთ ნიჭი ხმაში, შეუძლიათ ორატორობა, ძალიან მძაფრად უყვართ და გამოხატულად აქვთ თავისუფლების სიყვარული. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუზღუდავთ თავისუფლებას 22 ენერგიას. უყვართ სხვათა შორის ბავშვები, კარგად გამოსდით მათთან ურთიერთობა, რადგანაც თვითონაც დიდი ბავშვები არიან. მინუს ენერგიებში არ უყვართ პასუხისმგებლობების თავის-თავზე აღება, არ უნდათ დაოჯახება, ან ძალიან გვიან ასაკში ოჯახდებიან. ვერ დაეყრდნობით მინუსში მყოფ 22 ენერგიას, დღეს აქ არის სხვაგან არიან ქაოტურები, არასტაბილურები. მინუსში არიან აგრეთვე ძალიან იჭვიანები, ტირანები. თავის აზრებს ახვევენ სხვებს თავზე და აიძულებენ ისე იმოქმედონ ამ სხვებმა, როგორც თვითონ თვლიან მართებულად. და ბოლოს 31 ენერგია, რა თქმა უნდა, ეს 22-ზე მეტია და ამიტომ განიხილება როგორც 4-იანი ენერგია და მაგრამ ამასაც აქვს განმასხვავებელი ნიშნები და ნიუანსები. რა თქმა უნდა, ძალიან შრომის მოყვარები არიან, ისე როგორც 4-იანი ენერგია და საერთოდ მისგან წარმოებული ყველა ენერგიები. მოჭარბებული ემოციები აქვს 31-ში დაბადებულ ადამიანებს, იღებენ გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად და შემდეგ გულიწყდებათ ამაზე. ზედმეტად მატერიალისტები არიან, ყველაზე მერკანტილური ხალხია, ხედავენ ნებისმიერ ურთიერთობაში მხოლოდ მატერიალურ და ფინანსურ მოგებას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი იყოს რეალიზებული, არა იმიტომ, რომ მათ ხარჯზე უყვართ ცხოვრება, არამედ უბრალოდ ფინანსური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, მისი ფინანსური უსაფრთხოებისთვის. ისე კი ზოგადად 4-იანი ენერგია არის ძალიან ხელოვანი, შემოქმედებითი ნიჭის მქონე. თუ ასეთი ადამიანების ეძლებათ საშუალება ახალი პროექტები დაიწყონ, მას დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან და მართლაც ამ საქმეში ბადალი არ ახავთ. ეს არის სულ ძალიან მოკლედ 4-იანი ენერგიის შესახებ.
მე გისურვებთ წარმატებებს.